გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გეოკორზე. დღეს ჩვენ გავარკვევთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კითხვას, როგორ გაჩნდა დედამიწა. ეს ისტორია იწყება 4,6 მილიარდი წლის წინ, როდესაც ჩვენს მზის სისტემას ჯერ კიდევ მხოლოდ მტვრისა და გაზის ღრუბელი შეადგენდა. მზის ნისლი და ახალი ვარსკვლავის დაბადება. დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ ჩვენი მზის სისტემა წარმოიშვა ეგრეთ წოდებული მზის ნისლიდან, გაზისა და მტვრის უზარმაზარი ღრუბლიდან. ეს ღრუბელი შედგებოდა წყალბადის, ჰელიუმისა და მძიმე ელემენტებისგან, რომლებიც უფრო ძველი ვარსკვლავების აფეთქებამ შექმნა. გრავიტაციამ მტვრის ნაწილაკები ერთმანეთისკენ მიიზიდა. ცენტრში გაჩნდა ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჩვენი მზე. პლანეტების ჩამოყალიბება. მზის გარშემო დარჩენილი მტვერი და ქვის ფრაგმენტები ნელ-ნელა ერთმანეთს ეჯახებოდნენ. ისინი ერთიანდებოდნენ და ქმნიდნენ უფრო დიდ სხეულებს. პლანეტა ზიმალებს ეს არის მზის ორბიტაზე მოძრავი მცირე ზომის ციური სხეულები, პლანეტების წარმოშობის თეორიაში, აირმტვრისგან შემდგარი ჰიპოთეზური სხეულები, რომელთა ურთიერთმიზიდულობის შედეგად ყალიბდებოდა პროტოპლანეტა. რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში ეს პატარა სხეულები შეჯახებით და გაერთიანებით გადაიქცა გიგანტურ პლანეტებად. ერთ-ერთი ასეთი მზიდან მესამე ადგილზე იყო დედამიწა. ცეცხლოვანი დედამიწა. ახლად დაბადებული დედამიწა იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, ცეცხლოვანი ბურთი, რომელიც შედგებოდა დნობის პროცესში მყოფი ქვისა და მეტალისგან. უზარმაზარი მეტეორიტები და ასტეროიდები მასზე მუდმივად ეცემოდა. ერთ-ერთი ასეთი შეჯახება იყო განსაკუთრებით დიდი, ახალგაზრდა დედამიწას შეეჯახა მარსის ზომის პლანეტა, სახელად თეა. ამ შეჯახებამ წარმოშვა მთვარე და დედამიწას მიანიჭა საბოლოო ფორმა. ატმოსფეროსა და ოკეანეების წარმოშობა. თავდაპირველად დედამიწას არ ჰქონდა ჟანგბადი და სიცოცხლისთვის შესაფერისი ატმოსფერო. გამუდმებული ვულკანური ამოფრქვევები გამოყოფდა წყალბადს, ნახშირორ ჟანგს, აზოტს და წყლის ორთქლს. წყლის ორთქლი ნელ-ნელა გაცივდა და დედამიწაზე გაჩნდა პირველი წვიმები. მილიონობით წლის განმავლობაში წვიმამ შეავსო ქვაბულები და გაჩნდა პირველადი ოკეანეები. სიცოცხლისთვის პირობების შექმნა. ოკეანეებმა დედამიწა გაცილებით სტაბილური გახადა. წყალი, მინერალები და ქიმიური ნაერთები ერთმანეთს ერწყმოდნენ და შეიქმნა სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები. სწორედ ოკეანეებში გაჩნდა პირველი მარტივი ორგანიზმები, მიკრობები. ისინი ნელ-ნელა გარდაიქმნენ და შექმნეს ჟანგბადის პირველი წყაროები. პირველი ნამდვილი ძუძუმწოვრები განვითარდნენ დინოზავრებისა და სხვა მსხვილი არქოზავრების სახით. პირველი ძუძუმწოვრები ძალიან მცირე ზომისანი იყვნენ და ალბათ მტაცებლებსაც ვერ ცილებდნენ თავიდან. ძუძუმწოვრების დივერსიფიკაცია დაიწყო მხოლოდ კრეტა-პალეოგენის გადაშენების შემდეგ. შემდგომში დედამიწა გამოჯანმრთელდა და ასევე გაიზარდა ძუძუმწოვრების სახეობები. ანტარქტიდასა და ავსტრალიას შორის დინების შექმნამ გამოიწვია ამინდის დიდი ცვლილება. ბასილოსაურუსის მსგავსად, ადრეულმა ვეშაპებმა აიღეს კონტროლი ზღვებზე. ბალახის ევოლუციამ შესანიშნავი ცვლილება მოიტანა დედამიწის ლანდშაფტში. ახალმა ღია სივრცეებმა კი ძუძუმწოვრების სახეობების განვითარება და გაზრდა გამოიწვია. პანამის ჩამოყალიბება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გეოლოგიური მოვლენა, რომელიც მოხდა ბოლო 60 მილიონი წლის განმავლობაში. ატლანტიკური და წყნარი ოკეანის დინებები ერთმანეთისგან განცალკევებული იყო. ამან განაპირობა ნაკადის ფორმირება, რამაც ევროპა უფრო თბილი გახადა. სახმელეთო ხიდმა სამხრეთ ამერიკის იზოლირებულ არსებებს ჩრდილოეთ ამერიკაში მიგრაციის საშუალება მისცა და, პირიქით, ჩრდილოეთ ამერიკის იზოლირებულ არსებებს სამხრეთ ამერიკაში მიგრაციის საშუალება. სხვადასხვა სახეობებით ასევე გამდიდრდა სამხრეთი, რამაც გამოიწვია სამხრეთ ამერიკაში ლამელების, ულამაზესი დათვების, კინკლაუზისა და იაგუარების არსებობა. 3 მილიონი წლის წინ დაიწყო პლეისტოცენის ეპოქის დასაწყისი, რომელშიც ასახული იყო დრამატული კლიმატური ცვლილებები ყინულის პერიოდის გამო. ყინულის პერიოდებმა განაპირობა საჰარის აფრიკაში თანამედროვე ადამიანის ევოლუცია და განვითარება. მეგაფაუნა, რომელიც დომინირებდა ბალახებით, ამ დროისათვის, მთელ სუბტროპიკულ სამყაროში იკავებდა ადგილს. ბევრის აზრით, ბერინგის სრუტის გასწვრივ მოხდა უზარმაზარი მიგრაცია, რის გამოც დღეს აქ არიან აქლემები, რომლებიც განვითარდნენ და გადაშენდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში, ცხენები, რომლებიც განვითარდნენ და გადაშენდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში, და ადგილობრივი ამერიკელები. ბოლო გამყინვარების პერიოდის დასრულება დაემთხვა ადამიანის ევოლუციას. ამ გამყინვარების პერიოდს მეტსახელად მეექვსე გადაშენებას შეარქვეს. დედამიწის დღევანდელი სახე.
მილიარდობით წლის განმავლობაში ტექტონიკურმა ფირფიტებმა ჩამოაყალიბეს მთები და კონტინენტები. ოკეანეები გაფართოვდა და შეივსო სიცოცხლით. დედამიწა გახდა ერთადერთი ცნობილი პლანეტა, სადაც სიცოცხლე არსებობს. დედამიწის ზედაპირის უმეტესი ნაწილი უკავია მსოფლიო ოკეანეს 361,1 მილიონი კვადრატული კილომეტრი, ანუ 70,8%. ხმელეთი დანაწილებულია 6 კონტინენტად და მრავალ კუნძულად. ეს კონტინენტებია: ევრაზია 53,45 მილიონი კვადრატული კილომეტრი, საშუალო სიმაღლით 840 მეტრი, მთების მაქსიმალური სიმაღლე 8848 მეტრი, ჯომოლუნგმა, ევერესტი. აფრიკა 30,3 მილიონი კვადრატული კილომეტრი, საშუალო სიმაღლით 750 მეტრი, მთების მაქსიმალური სიმაღლე 5895 მეტრი, კილიმანჯარო. ჩრდილოეთ ამერიკა 24,24 მილიონი კვადრატული კილომეტრი, საშუალო სიმაღლით 720 მეტრი, მთების მაქსიმალური სიმაღლე 6194 მეტრი, მაკ-კინლი. სამხრეთ ამერიკა 18,28 მილიონი კვადრატული კილომეტრი, საშუალო სიმაღლით 590 მეტრი, მთების მაქსიმალური სიმაღლე 6960 მეტრი, აკონკაგუა. ანტარქტიდა 13,97 მილიონი კვადრატული კილომეტრი, საშუალო სიმაღლით 2040 მეტრი, მთების მაქსიმალური სიმაღლე 5140 მეტრი. ვინსონის მასივი და ავსტრალია 8000,99 მილიონი კვადრატული კილომეტრი, საშუალო სიმაღლით 340 მეტრი, მთების მაქსიმალური სიმაღლე 2230 მეტრი, კოსციუშკო. აი ასეთ ცეცხლოვანი ქვისა და გაზის ქაოსიდან გაჩნდა ჩვენი მშვენიერი დედამიწა. თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა გეოკორზე, რომ ერთად გავიგოთ მეტი ჩვენი პლანეტის შესახებ.